საგადასახადო ცვლილებებზე მინდა დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებების და გადახდილი ავანსების დაბეგრვის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების გონივრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძლებლად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა DGG-ს გადასახადისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შეპესე ან და წინდმეწარმე. ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს. კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს. ასევე მათი საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური კომპანიებს საგადასახადო მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილავს და იმ შემთხვევაში თუ კი მათი ჯამური ბრუნვა 100,000 ლარს გადააჭარბებს, მათ DGG-ს გადახდის ვალდებულება გაუჩნდებათ. როგორ იცვლება საგადასახადო გარემო ბიზნესისთვის? თეონა კუნჭულია მიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით თეონა, მოგესალმებით დროისთვის. თეონა, მოდი პირველ რიგში ჩვენი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ვთქვათ, აი რას ემსახურება ეს ცვლილებები, რა არის ეს ვთქვათ ამ ცვლილებების საბოლოო მიზანი? დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში ეს ცვლილება გასულ წელს შევიდა და ამის მიზანი იყო DGG-სგან თავის არიდების აღმოფხვრა. მცირე ბიზნესი, ძირითადად ალბათ მცირე ბიზნესი, იმიტომ რომ ამას ახლა მსხვილი ბიზნესი რა თქმა უნდა არ მიმართავს ამ ხერხს, იმისთვის რომ მაგალითად DGG არ გადაიხადონ, შესაძლოა ვთქვათ, როდესაც 100,000 ლარიანი ზღვარზე მიდიან, მერე უკვე ვთქვათ, შეაჩერონ ერთი კომპანია, მეორე კომპანიით განაგრძონ მუშაობა, ან დაყოფილი ჰქონდეთ და რამოდენიმე პირის საშუალებით ფუნქციონირებდნენ იმის გამო, რომ ვთქვათ, მათი შემოსავალი ჩაეტიონ 100,000 ლარში. ეს ცვლილება ემსახურება ზუსტად იმას, რომ გადასახადის გადამხდელებმა დამატებული ღირებულების გადასახადს არ აარიდონ თავი. ამის მიზნით საგადასახადო ორგანომ კონტროლი გაამკაცრებს ალბათ უფრო, იმიტომ რომ პრაქტიკაში ამას როგორ ამუშავებს, მერე უკვე გამოჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი რომ ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ არ უნდა დაზარალდეს ბიზნესი და ეს არ უნდა იყოს თქვათ რის მიხედვით მოხდება ამათი გაერთიანება, სუბიექტურ შეხედულებებს არ უნდა ეყრდნობოდეს და ასე შემდეგ, რათა თქვათ კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომელსაც თქვათ ეს მიზანი არ ამოძრავებს, რომ თქვათ დამატებული ღირებულების გადასახადს აარიდოს თავი და უბრალოდ დივერსიფიცირებულია. ანუ ესენი არ უნდა მოხვდნენ თავარია ამ გაერთიანებაში. სხვა შემთხვევაში ეს არის DGG-სგან თავის არიდების მიზნით. რეალურად დღეს ეგ არ ჩანს, რადგან DGG-ზე ვლაპარაკობთ, ბარემ დავასრულოთ, ანუ კითხვის ნიშნები რა რჩება, ვთქვათ, ბიზნესისთვის, იმიტომ რომ უნდა, ხო, ესე მესაუბრებთ და დღეს ვთქვათ, არ ჩანს რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს, თუნდაც იგივე კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის, ხო, მცირე ბიზნესი ისედაც არაკლია. გასულ წელს როდესაც ეს ცვლილება მიიღეს, რომ თქვათ ერთ DGG-ს მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განეხილათ ეს სხვადასხვა თქვათ სუბიექტები, არ იყო განმარტებული რის მიხედვით შეიძლებოდა ვთქვათ მომხდარიყო ეს. ეხლა გასულ თვეში, ოქტომბრის თვეში, ზუსტად ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რა კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს თქვათ ეს ფიზიკური პირის შეპესეს და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალეთ ეს გაერთიანება. გაცილებით ფრთხილად უნდა იყოს ბიზნესი ამასთან მიმართებაში, რომ არ გაუერთიანონ, ამიტომ ვამბობ, რომ თავი როგორ უნდა დაიცვან, ალბათ ეს კარგად უნდა გაიაზრონ, რომ არ მოხდეს მათი საქმიანობის გაერთიანება იმ ნაწილში, სადაც კეთილსინდისიერები არიან. საბოლოო ჯამში რეალურად
სწორი არის იმასთან მიმართებაში, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც საქონლის მომსახურების ფასზე ვლინდება დანამატის სახით. როდესაც პირი DRG-ს გადამხდელი არ არის, მისი ფასი რეალურად არ მოიცავს DRG-ს. დააზარალებს იმ შემთხვევაში ბიზნესს კონკურენტული გარემოს პირობებში ფასის გაზრდა თუ მოუწევთ, შეიძლება ვეღარ მოახერხონ მათი საქონლისგან და მომსახურების მიწოდება და ამ ნაწილში შეიძლება დაიჩაგროს მცირე ბიზნესი. ძირითადად ალბათ უფრო ამის გამო მიმართავენ ასეთ ხერხებს და არა უფრო დიდი მოგების დატოვების გამო, იმიტომ რომ თუ DRG დაემატება მათი საქონლის მომსახურების ფასს, შესაძლოა ამ თანხით ვერ იყვნენ კონკურენტული დიდ ბიზნესებთან მიმართებაში, ვერ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება და შესაბამისად ვერ დაფარონ ის დანახარჯები, რაც მათ დღეს აქვთ. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, არაკონკურენტულ პირობებშია ვიღაც კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელთან, რომელიც როდესაც 100,000 ლარიან ზღვარს მიაღწევს დგება DRG-ს გადამხდელად, მერე უკვე იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს და ავტომატურად უწევს, რომ ფასი გაზარდოს DRG-ს თანხით. აქედან გამომდინარე, ალბათ უნდა არსებობდეს ეს ჩანაწერი, მაგრამ საგადასახადო ორგანო რამდენად გონივრულად მოახერხებს ამ ჩანაწერის გამოყენებას, ეს უკვე კითხვის ნიშანია. ეს მცირე ბიზნესისთვის თქვა დამატებით ხარჯთან არის დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მათ გააერთიანებენ და DRG-ს გადამხდელად და ეს გასაგებია, უნდა გადაიხადოს გადასახადი, მაგრამ მე ვამბობ, აი თვითონ ამის ადმინისტრირების ნაწილში, ახლა თქვენ თქვით, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ რაღაც ნაწილში, ხომ? ანუ ალბათ დასჭირდებათ რაღაც დამატებითი კადრების დამატება, ვთქვათ, უკეთ ორგანიზება, ანუ აი ამ ნაწილში კრიტერიუმები რის მიხედვითაც განსაზღვრულია, ერთ-ერთი არის, ვთქვათ, პერსონალი, ხო, მმართველი, გადაწყვეტილების მიმღები ბიზნესში, თუნდაც რამე კანონმდებლობა ხომ არ გრძელობს, რომ ერთ პირს რამოდენიმე ბიზნესი ჰქონდეს, რატომაც არა, თუ შეუძლია სხვა მიმართულებით, სხვადასხვა, ვთქვათ, საქმიანობას ახორციელებდეს. თავარია აქ არ იკვეთებოდეს გადასახადისგან თავის არიდება, ანუ ალბათ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, თორემ ის რომ რამოდენიმე საქმიანობა ჰქონდეს, ეს პრობლემას არ შეუქმნის. დამატებით ხარჯს ახლა რამდენად წარმოშობს ეს საკითხი, ალბათ შესაძლოა მინიმალურად თუ დამატებითი კადრი დასჭირდება იმისთვის, რომ მაკონტროლებელი პირები ჰყავდეს, თქვათ, სხვადასხვა, რომ არ გაებას, ესე ვთქვათ, ამ ჯგუფურ სისტემაში. ხო, ანუ რეალურად DRG არ არის ერთადერთი ცვლილება, ხო, რასთან მორგებაც, ესე ვთქვათ, ბიზნეს უწევს საგადასახადო თვალსაზრისით, ხო, ყველაზე ხშირად, აი მათ შორის, როდესაც ვთქვათ, რეფორმა მიმდინარეობდა, მათ შორის საგადასახადო კოდექსის ყველაზე მთავარი რაც გვესმოდა არის ის, რომ ბიზნესისთვის ყველაზე ცუდი არის სპორადულად, ესე ვთქვათ, ხშირ-ხშირად ამ ცვლილებების შეტანა, ესე ვთქვათ, საგადასახადო წესებში. აი ამ კუთხით რომ შევხედოთ ახლა. ნახეთ, ცვლილებები რამდენადაც ხშირად შედის მცირე ბიზნესი, იმდენად სწრაფად ვერ ეწევა ამ ცვლილებებს. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მცირე ბიზნესი, ვთქვათ, ვერ ახერხებს თუნდაც აი აუდიტორის დაქირავებას, თუნდაც პროფესიონალი ბუღალტრის დაქირავებას. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩამორჩებიან საგადასახადო სიახლეებს და შესაბამისად უფრო მეტ შეცდომებსაც უშვებენ. დღეს ვიცით, რომ ვთქვათ, აუდიტორული მომსახურების მიღება არც ისე ვთქვათ, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი სერვისი შეიძლება არ იყოს, გააჩნია ბიზნესის კატეგორიას. ამიტომ მუდმივი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ბიზნესზე გავლენას, მცირე ბიზნესზე გავლენას ახდენს, იმიტომ რომ შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დროულად მისდევდნენ ამ ცვლილებებს და ამან უბიძგოთ მათ თუნდაც საგადასახადო, ესე ვთქვათ, სამართალდარღვევისკენ. და ეს ცვლილებები რომ განვიხილოთ, ამ გადმოსახედიდან უფრო სიურპრიზი გამოდის მცირე ბიზნესისთვის, თუ ვთქვათ, რაღაც რეფორმის ნაწილია და გზადაგზა, ესე ვთქვათ, დაგეგმილად ხდება, შემდგომ უკვე ბიზნესის მორგება ამ ცვლილებებთან. იდეაში ეს ცვლილება ემსახურება, როგორც თქვი, DRG-სგან თავის არიდებას და უფრო კონტროლის მექანიზმია საგადასახადო ორგანოსგან. შესაბამისად, ის პირები თუ ამ ხერხს მიმართავდნენ, ალბათ მეტნაკლებად ყოველთვის მზად შესაძლოა იყვნენ ამ ცვლილებისთვის. აქედან გამომდინარე, ალბათ სიურპრიზი არ არის, მაგრამ სიურპრიზი აღმოჩნდება იმ გადასახადის გადამხდელებისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად იხდის გადასახადს და შესაძლოა მოყვეს ამ, ესე ვთქვათ, კონტროლში.
არასამართლიანად. დაშვება არსებობს. ხო, ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ვთქვათ იმ ინვესტორებზე და იმ ბიზნესებზე, რომლებიც ვთქვათ საქართველოში არიან ბიზნეს აწარმოებენ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ არის აღქმული ვთქვათ ეს ცვლილებები, ვთქვათ გარე ინვესტორებისთვის, ვინც ვთქვათ ახლა ინტერესდება ამ გარემოთიან შესაძლოა, ვთქვათ ესე კარგად დეტალებში არ ესმის, რა სიგნალია, ვთქვათ ის რომ აი კონტროლი კაცრდება. გარე ინვესტორებისთვის შეიძლება უფრო სამართლიანი იყოს ჩემი აზრით, იქედან გამომდინარე, რომ რეალურად მათ მოუწევთ სამართლიან კონკურენტულ პირობებში ბიზნესის წარმოება. აქედან გამომდინარე, მათთვის შეიძლება ეს არ იყოს იმდენად ასე ვთქვათ, უკან დამხევი, რამდენადაც პირიქით ადგილობრივი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ამას როგორც აღვნიშნე, შესაძლოა მიმართავდეს. იცით რა, პრაქტიკიდან გამომდინარე, აღარ არის იმდენად ხშირი ესეთი შემთხვევები, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ამას ძირითადად მიმართავს ის მცირე ბიზნესი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავისი ხარჯების დაფარვას და შესაბამისად ადგილობრივ ბიზნესს ალბათ უფრო დააზიანებს ვიდრე გარე ინვესტორს. და საბოლოო ჯამში აი ამის შედეგი, ესე ვთქვათ, ამ კონტროლის გამკაცრების შედეგი რა იქნება? ანუ აი ეს ესე ვთქვათ, მხარდამჭერი არგუმენტები და საპირისპირო არგუმენტები როგორ არის ერთმანეთთან შეწონილი? როგორ ფიქრობთ აი დღეს როდესაც ფიქრობ უნდა იყოს სამართლიანი ეკონომიკური გარემო ალბათ. იქედან გამომდინარე, რომ თუ ეს პირები მართლაც გადასახადისგან გადასახადს თავს არიდებდნენ და ამის გამო ახორციელებენ მიმართავენ ამ სქემას, ის პირი, ვინც კეთილსინდისიერად იხდის, იჩაგრება მასთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ფასზე დეგეგი უნდა დაამატოს და ისე უნდა მიაწოდოს. ამიტომ ვფიქრობ სამართლიან კონკურენტულ გარემოს შექმნის, თუ ეს საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნება, რა თქმა უნდა, ასევე სამართლიანად. ხო, და ესე იგი, აი ეს დებიტორული დავალიანებები და გადახდილი ავანსებიც დებიტორული დავალიანებებთან მიმართებაში ცოტა უფრო მეტი კითხვის ნიშნები ალბათ არის, მე ესე ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ დებიტორულ დავალიანებებზე და უიმედო ვალებზე არსებობდა მეთოდური მითითებები წლების წინ, უბრალოდ ის მეთოდური მითითებები გაუქმდა და ეხლა დაზუსტდა და შემოიღეს ახალი მეთოდური მითითება. ამ მეთოდური მითითების მიხედვით არსებობს გარემოებები, რა ნაწილშიც მე როგორც ვთქვათ, საგადასახადო აუდიტორი მივესალმები ამას და მიმაჩნია, რომ ეს სწორია, მაგრამ ასევე არსებობს გარემოებები, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმები იმ ნაწილში, როდესაც ვთქვათ, პირს დებიტორული დავალიანება აქვს ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, და რეალურად თანხა მიღებული აქვს. კი ბატონო, ეს უნდა ჩაითვალოს მიღებულად და დირექტორის ან და პასუხისმგებელი პირის მიერ წაღებულ თანხად და დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც შეიძლება რეალურად ბიზნესს ჰქონდეს ამისი ერთმანეთთან ურთიერთმოლაპარაკება, რომ დროის მიხედვით ვთქვათ, ანუ გონივრულ ვადაზე აქვთ მიბმული, თუ გონივრულ ვადაში არ იქნა გადახდილი დებიტორული დავალიანება ან და გადახდილი ავანსის სანაცვლოდ არ იქნა საქონელი ან და მომსახურება მიღებული იმ მომენტისთვის, როდესაც ვთქვათ, საგადასახადო შემოწმება დაინიშნება, აუდიტორს უფლება აქვს შეცვალოს კვალიფიკაცია და ეს თანხა ჩათვალოს მიღებულად და შემდგომ უკვე, რადგან სალაროში ამის მიღების ფაქტი არ დასტურდება, დირექტორზე გაცემულად როგორც ხელფასი და დაბეგროს საშემოსავლო გადასახადი. თუმცა ეს არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ეს გონივრულობა, იცით რა, მეთოდური მითითება განსაზღვრავს, რომ გონივრულობა იქნება ბიზნეს სპეციფიკაზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც ალბათ სუბიექტური მიდგომა ექნება ამასთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს და ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ეს არასამართლიანია ბიზნესთან მიმართებაში, იმიტომ რომ კი იქ რა თქმა უნდა მეთოდური მითითება ასევე დაშვებას აკეთებს, რომ თუ პირი დაადასტურებს, რომ თქვათ ნამდვილად ადგილი აქვს დებიტორული დავალიანების არსებობას, ამ შემთხვევაში აუდიტორს შეუძლია უფლებამოსილი არ შეცვალოს კვალიფიკაცია, მაგრამ უფლებამოსილება არ ნიშნავს იმას, რომ აუდიტორი ამას არ გამოიყენებს საგადასახადო შემოწმების დროს, იმიტომ რომ მეტნაკლებად აუდიტორები ყოველთვის თავს იზღვევენ საგადასახადო შემოწმების დროს, რომ თქვათ რაღაც საკითხი არ გამოეპაროთ, ვიდრე ის რომ დაშვება გააკეთოს, რომ ეს გადასახადის გადახვდელი კეთილსინდისიერია და ალბათ ნამდვილად ექნებოდა ეს დებიტორული დავალიანება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ბიზნესი უფრო დაიჩაგრება, თუ კონკრეტულად არ იქნება განმარტებული რა არის ეს, რა შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად და თუ უფრო დეტალურად არ იქნება გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება ამას კვალიფიკაცია შეეცვალოს.
ხო, აი ამ შემთხვევაში ვთქვათ ბიზნესის მზაობა როგორი იყო და ეს იყო თუ არა სურპრიზი, ხო? იმიტომ რომ ეს ალბათ უფრო სურპრიზი, ამ ნაწილში ალბათ უფრო ეს ბიზნესისთვის სურპრიზი იყო, იმიტომ რომ საქმიანობას გააჩნია, ვთქვათ, რა პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ სხვადასხვა ბიზნესთან მიმართებაში დებიტორული დავალიანება სხვადასხვა ხანგრძლივობით არის დროში გაწელილი. მე შეიძლება ნამდვილად მინდოდეს ამ დებიტორული დავალიანების ამოღება სწრაფად დროში, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს უნდა დროულად მიიღოს ეს თანხა ცალსახად, ხო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ბიზნეს გარემოდან გამომდინარე არ აძლევს ამის საშუალებას კონკურენცია თუნდაც სიტუაცია ბაზარზე ის რომ თქვათ არ მოკრიდი თუ არ გადამიხდი ხვალ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ვერ გავყიდო. აქედან გამომდინარე მე ვთანხმდები და მივდივარ იმ პირობებზე რომ შეიძლება ეს დავალიანება ვერ ამოიღო, მაგრამ დღეს საგადასახადო ორგანო თითქოს გაიძულებს რომ თუ პირი რაღაც გონივრულ ვადაში ამ გონივრულსაც ალბათ რას უწოდებთ არ ვიცი, გონივრულ ვადაში არ მაგალითად გადაიხდის, შენ უნდა მიმართო ღონისძიებებს, თუნდაც გაასავჩიო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რაც დამატებით კადრებთან არის აუცილებლად დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ შენ საჩივარი დაგჭირდება იურისტის ჩართულობა და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს დამატებით რესურსებს უკავშირდება. ხო, და სულ ბოლოს და ამით შევაჯამოთ უკვე ჩვენი საუბარი, ესე ვთქვათ, აი ეს თვითონ კონტროლის გამკაცრება, ესე ვთქვათ, ბიზნესისგან რაც შეიძლება მეტი თანხის ამოღება, ხო, იმიტომ რომ ესეც ჩანს, ესე ვთქვათ, ეს რასთან არის დაკავშირებული თქვენ როგორც ესე ვთქვათ, ჩახედულს, ხო, ამ სფეროში მით უმეტეს ამბობთ, რომ ეს კეთილსინდისიერება რაღაცნაირად მზარდია და ეს დისციპლინა, ვთქვათ, კერძო სექტორმა დიდწილად გამოიმუშავა, ხო? აი რა სიგნალია ეს, ცოტა უფრო ცუდი დღეებისთვისაც ხომ არ ემზადება, ესე ვთქვათ, მთავრობა და მეტი თანხის მობილიზება უნდა ბიუჯეტში, იმიტომ რომ ეს უკვე, ესე ვთქვათ, ფილოსოფიურად განსხვავებული მიდგომა იქნება და სხვა ტიპის мотиваცია იქნება, რამაც აი მეორე შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენოს ბიზნესი. მესმის სიმართლე გითხრათ, მთავრობა რისთვის ემზადება ეს ცოტა რთული კითხვა, უბრალოდ ვთვლი რომ დროსთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელების კეთილსინდისიერება ცალსახად გაიზარდა. კულტურა იმისა, რომ გადასახადი უნდა გადაიხადონ, ესეც ცალსახად გაიზარდა. რაღაც პერიოდში საგადასახადო ორგანოც შედარებით ლოიალური გახდა საკითხებთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ იცით რა, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ცვლილებების განხორციელება უნდა ემსახურებოდეს გადასახადისგან თავის არიდების შემცირებას, მაგრამ თუ ამას სხვა მიზნები აქვს უკან, ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტი იქნება. ხო, საგადასახადო ორგანო როგორც პარტნიორი, ხო, ხშირად მესმის ხოლმე ეს ბიზნესი. უღრმესი მადლობა თეონა საინტერესო აქცენტებისთვის. თეონა კუნჭულია ლოიალტეს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი და პარტნიორი იყო ჩემთან ერთად.